არნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შესახებ საპატრიარქოში მსჯელობენ. გაფართოებულ სხდომას თითქმის ყველა ეპისკოპოსი ესწრება. მათ შორისაა მეუფე გიორგი ჯამდელიანი ეპარქიის წევრებთან ერთად. უკვე 3 საათია სხდომა გრძელდება და მსჯელობა მეუფე გიორგის ამბის განხილვით დაიწყო. მან 10 დღის წინ განაცხადა, რომ სავარაუდოდ გიორგი შინჯიკაშვილი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. ამის შესახებ ჯამდელიანმა წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ილაპარაკა. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მომზადებას შესახებ. ეპისკოპოსის თქმით კი გამოძიებასთან თანამშრომლობას ის არ აპირებს. მაგრამ მოუყვა თუ არა დეტალებს მეუფე გიორგი სინოდის წევრებს, ან მივიდა თუ არა საპატრიარქოში მონაზონით ეკლე, რომლისგანაც შეიტყო ეპისკოპოსმა მისი თქმით შინჯიკაშვილის გეგმის შესახებ. სალომე ბოკუჩავა მიცის ეს დეტალები, ის გვერდდება. ახლა პირდაპირ ეთერში საპატრიარქოსთან მუშაობს. სოფო 3 საათია მეუფე გიორგის უსმენენ წმინდა სინოდის წევრები, მაღალი იერარქები საპატრიარქოში სწორედ 2 საათისთვის შეიკრიბნენ. შეკრების მთავარი მიზეზით სავარაუდოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში განვითარებული პროცესებია. ფორმულას ინფორმაციით საპატრიარქოში იმყოფებიან ეპარქიის წარმომადგენლებიც, თუმცა არა შეხვედრაზე. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ იმ შემთხვევაში, თუ სინოდის წევრებს მოუნდებათ მათი მოსმენაც. ჩამოსულებს შორის არ არის თეკლა კუბლაშვილი, მონაზონი, რომელმაც მეუფე გიორგის აცნობა შესაძლო მოწამვლის და მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია ის სავარაუდოდ არ დაუბარებიათ დღეს საპატრიარქოში. ამ შეხვედრის შემდეგ კი გაირკვევა სავარაუდოდ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შესახებაც 10 დღის წინ ეპისკოპოსმა ამბიონიდან ისაუბრა. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება ქადაგების შემდეგ მალევე დაიწყო საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის მუხლით, თუმცა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობისგან. უცნობია დაუკავშირდა თუ არა გამოძიება თავად გიორგი შინჯიკაშვილს, თავარ ბრალდებულს ამ საქმეში და მონაზონ თეკლას, რომელმაც ინფორმაცია ეპარქიამდე მიიტანა და მისცეს თუ არა მხარეებმა ჩვენება გამოძიებას. რაც შეეხება თავად ურთიერთობებსა და კონფლიქტს, რომელიც გიორგი შინჯიკაშვილსა და მეუფეს შორის წარმოიშვა, როგორც ფორმულასთვის არის ცნობილი, ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან. ამას მოწმობს თავად ის ფოტოებიც და ვიდეო მასალაც, რომელიც სოციალურ ქსელში არის გავრცელებული. ვრცელდება ინფორმაცია საერთო ბიზნეს საქმეებთანაც დაკავშირებით, თუმცა ამას ოფიციალურად თავად ეპარქიაში არ ადასტურებენ. ერთი ვერსიით სწორედ ბიზნეს საქმიანობას და ფულის და გავლენების გადანაწილებას შეეხებოდა კონფლიქტი მხარეებს შორის. მეორე ვერსიით კი წარსულში მომხდარ მკვლელობას, რომლის მკვლელის საქართველოში შემოყვანასაც ჯამდელიანი თხოვდა მეუფე გიორგი შინჯიკაშვილი თხოვდა მეუფე გიორგი ჯამდელიანს, რაზეც მეუფის მხრიდან მან უარი მიიღო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის დროს ეპარქიაში იყო სროლაც კი, რა დროსაც და ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი შინჯიკაშვილს. თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალური მხარეები არ ადასტურებენ. რაც შეეხება საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას, როგორც უკვე გითხარით, მიმდინარეობს 3 საათია, უსმენენ მეუფე გიორგის, თუმცა როგორი არის საპატრიარქოს პოზიცია, ჯერჯერობით არის უცნობი. როდესაც ეპისკოპოსები შედიოდნენ საპატრიარქოში, მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.